4 ISIS-ის პატარძალი უკვე ჩამოვიდა ავსტრალიაში და ეს ცოტა არ იყოს აურზაურს იწვევს, რადგან გასაკვირი არ არის, რომ არ ფსურთ ISIS-ის ქალები თქვენს ქვეყანაში შემოვიდნენ, თუნდაც ისინი ადრე ავსტრალიის მოქალაქეები ყოფილიყვნენ. 3 ISIS-ის პატარძალი მელბურნში ჩამოვიდა, დაბრუნდნენ სახლში, რომელიც წლების წინ დატოვეს. ეს ფოტოები თალამარინიდანაა, სადაც ფედერალური პოლიცია ელოდება. 7 News-ის ინფორმაციით, 2 ქალი დღეს საღამოს ტერორიზმის ბრალდებით დააკავებენ. მათი მარათონული მოგზაურობა დასრულდა. ეხლა ახალი სამართლებრივი დრამა იწყება. მელბურნსა და სიდნეიში დღეს საღამოს 2 ერთდროული ჩამოსვლა მოხდა. დოჰადან ჩამოსულ რეისებზე იმყოფებოდნენ 9 ბავშვი და 4 ავსტრალიელი ქალი, რომლებსაც კავშირი აქვთ ISIS-ის მებრძოლებთან. სულ მცირე 3 მათგანი ფედერალურმა პოლიციამ დააკავა. მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ისინი ქვეყანაში არ დაბრუნდნენ, მაგრამ ეს არ გაუკეთებიათ. ასე წოდებული ISIS-ის პატარძლების ექსტრემისტი ქმრების უმეტესობა ან გარდაცვლილია, ან სირიის ციხეებში იმყოფება, ტერორიზმსა და მონობაში დადანაშაულებული. ქალებმა და ბავშვებმა სირიის დაკავების ცენტრში წლები გაატარეს. ამაზე ძალიან ბევრი აზრი მაქვს. პირველ რიგში არც ერთი ნორმალური ქვეყანა არ ისურვებდა რვებდა, რომ ISIS-ის ტერორისტებზე დაქორწინებული ქალები მის ქვეყანაში შემოსულიყვნენ. მაგრამ აქ არის ერთი რთული კითხვა. და სწორედ აქ მოახერხეს ლიბერალებმა და ისლამისტებმა თქვენი გულის სიმებზე დაკვრა. რას აკეთებენ ისინი? ისინი ისე წარმოაჩენენ, თითქოს ამ ქალები გაიტაცეს, წაიყვანეს და ეხლა ნანობენ ამას. ისინი უკან ბრუნდებიან და თავშესაფარს ითხოვენ, რადგან მიხვდნენ, რომ შეცდომა დაუშვეს. და ჩვენ როგორც ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ ისინი, უნდა დავიცვათ ისინი. გარდა იმისა და მიუხედავად იმისა, კი, უნდა ვთქვა, რომ როგორც ქალი ნამდვილად ასე ვგრძნობ. ვფიქრობ, ღმერთო ჩემო, მათ ყავთ ბავშვები. მოდი დამოვიყვანოთ ისინი, დავიცვათ ისინი ISIS-ისგან. ქალები არ არიან გულუბრყვილოები, ქალები არ არიან საცოდავები, ქალები არ არიან სულელები და სამწუხაროდ არც ISIS-ია ასეთი. და რა შეიძლება იყოს უკეთესი სტრატეგია ტერორიზმის შესაქმნელად და ISIS-ის გასაძლიერებლად უცხო ქვეყანაში, ვიდრე იქიდან ხამოყვანა, ხის გამოყვანა. რომლებიც იდეოლოგიურად არიან თანხვედრაში, ავარჯიშებენ მათ, წარმოაჩინონ ისინი ამ უბედურ ქალებად, რომლებსაც გადარჩენა სჭირდებათ და შემდეგ აბრუნებენ მათ უკან იდეოლოგიით. გგონიათ, რომ ეს ქალები არ არიან რადიკალიზებულები? გონიათ, რომ ამ ქალებს ტერორი არ დაუჯერიათ მხარი. გონიათ, რომ ეს ქალები უბრალოდ სრულიად უდანაშაულოები არიან, მხოლოდ იმიტომ, რომ აქ არიან თავიანთი შვილებით. როცა ზუსტად ვიცით, რომ ეს ადამიანები ბავშვებს იყენებენ როგორც მარიონეტებს საზოგადოებრივი თანაგზნობის მისაღებად და შემდეგ ტერორის შესაქმნელად. მათ ბავშვები არ აინტერესებთ. ასე რომ უყურებთ ამ ვიდეოს და ფიქრობთ, რა თქმა უნდა, კატარის ავიახაზები მათ მხარს უჭერენ, რადგან კატარმა პირდაპირ დააფინანსა იმდენი ტერორი მთელ მსოფლიოში. მაგრამ ეს 4 ქალი მოდის და თავშესაფარს ითხოვს. მაგრამ სინამდვილეში ისინი უნდა დააპატიმრონ იმისთვის, რომ ტერორისტები არიან. ან სულ მცირე, იმ ინფორმაციისთვის, რაც მათ აქვთ ISIS-ზე. და თუ ისინი არ არიან მზად, რომ აბსოლუტურად ყველაფერი გაამხილონ, რაც სხვათა შორის შეიძლება იყოს ISIS-ის გეგმის ნაწილი, რომ ISIS ავსტრალიაში შემოიყვანონ, მათ მისცენ უამრავი ინფორმაცია, რომელიც არ აინტერესებთ, რაც ავსტრალიის მთავრობას აქვს, რათა ავსტრალიის მთავრობა მიფიქროს, ეს გამარჯვებაა. არა რომ ავსტრალიის მთავრობა ამაზეა კონცენტრირებული, მაგრამ ეს ყველაფერი მათი სტრატეგიის ნაწილია, რომ ტერორი დააბრუნონ და სიურპრიზი, ავსტრალიელები უბრალოდ არ არიან ამით აღფრთოვანებულები. ზოგიერთ ბავშვს შეიძლება დასჭირდეს უფრო მიზანმიმართული დერადიკალიზაცია, რეინტეგრაცია ან ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდაჭერა. ავსტრალიის მთავრობა ამტკიცებს, რომ ამ ჯგუფის დაბრუნებაში დახმარება არ გაუწევია, გარდა იმისა, რომ პასპორტები გასცა, როგორც ამას ნებისმიერი ავსტრალიელი მოქალაქისთვის გააკეთებდა. ამ ქალები უკვე ვფიქრობ თითქმის 10 წელია გამოძიების ქვეშ არიან. ეს მათი პირველი შემთხვევა არ არის. ფედერალურმა პოლიციამ ეს უკვე გააკეთა ადრე. ISIS-ის პატარძლები პოლიციის ერთ-ერთი საზრუნავია და ჯანაი საპარზინა ბაჰმედ ზაჰლა აჰმედ გავრუსარაბას. მაგრამ სხვები ამტკიცებენ, რომ მათი შვილები დიდწილად დავიწყებულნი არიან. ფიქრობ, მთლიანობაში ეს ძალიან ცუდად იქნა მოგვარებული. ისინი იმსახურებენ ჩვენს მხარდაჭერას. ისინი უდანაშაულონი არიან და დღის ბოლოს ისინი ავსტრალიელები არიან. ისინი უდანაშაულონი არიან და დღის ბოლოს ისინი ავსტრალიელები არიან. ისინი უდანაშაულონი არიან. საიდან იცით ეს? როგორ ამბობთ ამას ასეთი მტკიცებით? სხვათა შორის მოგესალმებით გადაცემაში პუშპექი. მე მირაკი ვარ, თქვენი წამყვანი. დარწმუნდით, რომ გაავრცელეთ ეს ვიდეო და დააჭირეთ გამოწერის ღილაკს. ეხლა თქვენ მოძრაობის ნაწილი ხართ. მოძრაობის, რომელიც ეწინააღმდეგება გიჟურ რიტორიკას. და მინდა ეს მაგალითი გამოყო, რადგან ვფიქრობ, რომ ის მართლა ძალიან კონკრეტულია. ჩვენ საკმარის არ ვაკეთებთ ბავშვებისთვის. ისინი უდანაშაულონი არიან. აი ამას აკეთებს მედია. იმის ნაცვლად, რომ ინფორმაცია რეალურად მოგაწოდონ, ძალიან შესაძლებელია, რომ ეს ბავშვები და ეს ქალები რადიკალიზებულნი არიან, რადგან ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მათ ეს გააკეთეს.
და შესაბამისად მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, როგორც ქვეყანას, გვაქვს ვალდებულება ჩვენი მოქალაქეების მიმართ მთელ მსოფლიოში და ჩვენ გვინდა დავწმუნდეთ, რომ ქალები უსაფრთხოდ არიან და თუ ისინი მართლაც გაიტაცა ისლამურმა სახელმწიფომ და თუ ამ ბავშვებს მართლაც აქვთ ტანჯვა გამოვლილი, ჩვენ უნდა მივცეთ მათ კარგი მკურნალობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ პირველ რიგში ჩვენ უნდა დავადგინოთ, არიან თუ არა სინამდვილეში ისლამური სახელმწიფოს ოპერატორები, რომლებიც ქალები და ბავშვები არიან. ეს იქნებოდა სამართლიანი ასახვა იმისა, რაც ხდება. მაგრამ ის ახალგაზრდა კაცი ვიდეოში ამბობს, რომ ეს ადამიანები უდანაშაულონი არიან და მათ ცუდად ექცევიან. და ეს არის ის დილემა, რომლის წინაშე გაყენებენ. იმის ნაცვლად, რომ გქონდეს უფრო ღრმა აზრი იმაზე, რომ კი, ეს ადამიანები ტერორიზმთან იყვნენ დაკავშირებულნი, რატომ წავიდნენ ისინი საერთოდ იქ თავიდანვე? იქნებ ისინი ისევ მათ მხარეს არიან. ისინი თამაშობენ იმ მენტალიტეტზე, რა გვაქვს, რომ, ეს საწყალი, ქალები, ესეთი უმწეოები, აუცილებლად უნდა გადავარჩინოთ ისინი. და თუ ამას არ გავაკეთებთ, ჩვენ და თქვენ საშინელი ადამიანები ვართ. ჩვენ ვუღალატებთ ჩვენს ავსტრალიურ სიკეთეს და ეს საცოდაობაა. რადგან როცა ამ ტყუილს იჯერებთ, სინამდვილეში საკუთარ შვილებს ავნებთ. გახსოვთ ბონდი ბიჩი, ISIS-ი. გახსოვთ რა ხდება, როცა ტერორისტებს თქვენს ქვეყანაში უშვებთ. აი ეს ხდება. შენ იცი ჩემი გზა, შენ იცი ჩემი გზა, შენ იცი ჩემს გზას. რატომ გითხე ვინ ვარ? რატომ დაქორწინდით ISIS-ის ტერორისტზე? შუმად იყავი შენ ბოზო. რატო ხარ ბავშვები? მინის ზედა. არა, ღმერთისთვის. გინდა რომ iPhone-ი მოგაწოდო პირდაპირ ეთერის საყურებლად. არა, ტელევიზორი მაქვს. ეხლა რა ასაპირებთ, ერიმალვე არ. სხვადასხვაეს შენ ამჩნევ იმ ადამიანებს, ვინც მათ იცავს. ლუიზა? All Islamists. რატომ დაქორწინდი ISIS-ის წერზე? რატომ დაქორწინდი ISIS-ის ტერორისტზე? შენი შვილები რადიკალიზებულები არიან. ეს ის კითხვებია, რომლებიც ხალხს აქვს უფლება დასვას. და ისინი უნდა გააძევონ, ან სულ მცირე, უნდა შეინახონ. შეინახონ. საზოგადოებისგან შორს ყავდეთ ძალიან დიდი ხნით. რამდენიმე წუთის წინ ეს უფასოა. ლასაპირებ ახლა დერი მალვეარ. სხვადასხვაის ჯრუ პავლუს თქმით, ავსტრალიელ ქალ ჟურნალისტს მუცელში დაარტყეს და უყვირეს. დაიხშე ბოზო. ეს არ არის კარგი. ეს ნამდვილად ცუდია. კიდევ ერთხელ გახსოვდეთ, ავსტრალიაში ხდება ეს უცნაური სტოკჰოლმის სინდრომის მსგავსი რამ და ისინი არ უსმენენ იმ ადამიანებს, ვინც რეალურად ესმის რა არის ISIS-ი. არა, ძალიან არაპოპულარულია იმის თქმა, რომ იმ ქალებმა და ბავშვებმა უნდა დაბრუნდნენ ავსტრალიაში. 2014 წელს ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა თქვენს თემს ერახში თავს დაესხნენ. რა შეგემთხვათ? როცა ISIS-მა ჩვენი რეგიონი შინგონი დაარტყა, მე მხოლოდ 23 წლის ვიყავი. ISIS კი ადამიანებს იდენტობის მიხედვით ესხმოდა თავს. როცა ISIS მოვიდა, ჩემმა კოლეგებმა გვიღალატეს, ჩვენზე მიუთითეს, თქვეს ეს ადამიანები უწუნოები არიან. ისინი იეზიდები არიან. მივახერხე გაქცევა სებზუნში, შემდეგ მთაზე ავედი. მაგრამ ვისაც ISIS-მა დააკავა, არჩევანს აძლევდნენ. ან ისლამზე მოექცე, ან მოკლავენ. ბევრი კაცი უარს ამბობდა და კლაუდნენ. მაგრამ ქალებისა და გოგონებისთვის მხოლოდ ერთი არჩევანი იყო. მათ სექსუალურ მონებად აქცევდნენ. აქ არის ადამიანი, რომელმაც საკუთარ თავზე გამოსცა და რა არის სინამდვილეში ISIS და ეხლა სულელურ ავსტრალიაში საუბრობს და ამბობს, არა, სინამდვილეში ISIS ესეთი ცუდი არ არის, ქალები უნდა დავიცვათ. მიმდინარეობს დებატები იმის შესახებ, უნდა დაუშვან თუ არა ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების ცოლები და მათი შვილები ავსტრალიაში დაბრუნდნენ. თქვენ რა პოზიციაზეთ გახართ ამ საკითხში? ბევრ იეზიდ გადარჩენილს ISIS-ის მებრძოლთა ცოლები საკვებსა და წყალს ართმევდნენ. წარმოიდგინეთ, იეზიდი გადარჩენილი შეხვდება ISIS-ის მებრძოლის ცოლს. ის მხოლოდ დაუცველად არ იგრძნობს თავს. ის კვლავ განიცდის ტრავმას, გახსნის ძველ ჭრილობებს. ზოგ შემთხვევაში შეიძლება ავსტრალიაც კი დატოვოს, თუ თავს უსაფრთხოდ არ იგრძნობს. ჯანა, თქვენ თავშესაფრის მაძიებელთა რესურს ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ხართ. ფიქრობთ, რომ ამ ქალებსა და ბავშვებს უნდა მიეცეთ ავსტრალიაში დაბრუნების უფლება? ეს ქალები და ბავშვები ავსტრალიის მოქალაქეები არიან და მჯერა, რომ ყველა ავსტრალიის მოქალაქეს აქვს უფლება დაბრუნდეს საკუთარ სახლში. მაგრამ აი რა არის მთავარი? ადამიანებს მართლაც აქვთ უფლება დაბრუნდნენ სახლში. მაგრამ თუ ავსტრალიის მოქალაქე ხარ და მიდიხარ იქ, კლავ ადამიანებს ან ჭრილობ, ან აუპატიურებ. ამისთვის უნდა დაგაკავან, ხომ ასეა? მე მგონია, რომ ეს საკმაოდ მარტივი არგუმენტია.
თუ წლების განმავლობაში ISIS-თან იყავი დაკავშირებული, ვერ იტყვი ასე უბრალოდ, რომ თავშესაფარი გეკუთვნის. კარგი, შეიძლება დაბრუნდე შენს ქვეყანაში, მაგრამ ციხეში უნდა ჩაქსვან, ისევე როგორც შენს შვილებს. შეიძლება არა პირდაპირ მოხუცების ციხეში, ნორმალურ ციხეში, მაგრამ მინიმუმ მაინც უნდა იყოს დაკავებული და საზოგადოებიდან იზოლირებული, სანამ ძალიან საფუძვლიანად არ დადგინდება უსაფრთხო ხარ თუ არა. პრობლემა ისაა, რომ ავსტრალიის მთავრობას აშკარად არ შეუძლია სწორისა და არასწორის გარჩევა. აბა ვის ენდობოდი, რომ შეამოწმოს, ეს ადამიანები მართლა უსაფრთხოები არიან თუ არა? არ ვიცი ნამდვილად. ავსტრალიის მთავრობაში ვის ენდობოდი? ამ ეტაპზე არც ისე ბევრს. ეხლა მოდი ეს ვნახოთ. ეხლა ეს ნომერ პირველი თემაა, ვფიქრობ, ავსტრალიაში. ხალხი ცდილობს გაარკვიოს, სწორია თუ არა სახლში დააბრუნონ ქალები და ბავშვები, რომლებიც შესაძლოა რადიკალიზებულები იყვნენ. არის რაიმე გზა, რომ ავსტრალიის კანონი შევცვალოთ და ისინი აღარ მივიღოთ უკან. ტანია, ეს შესაძლებელია. ეს კითხვა ჩემთვის არ არის ნენ. რაც შეგვიძლია გავაკეთოთ არის ის, რომ თუ მათ კანონი დაარღვიეს, აეროპორტში დავაგავოთ. რატო არ არის ეს კითხვა შენთვის? ერთ-ერთ მათგანს უკვე დაუწესეთ დროებითი დაბრუნების აკრძალვა ჩვენი უსაფრთხოების სააგენტოს რეკომენდაციის საფუძველზე. დაიცადე. ბარბარა, ჩვენ როგორც მთავრობა ვემორჩილებით ავსტრალიის კანონებს, ვემორჩილებით კანონს და ვუსმენთ ჩვენი უსაფრთხოების სააგენტოების რეკომენდაციებს. პარნაბი ამბობს, რომ ჩვენ არ უნდა ვიმოქმედოთ ჩვენი უსაფრთხოების სააგენტოების რეკომენდაციების საფუძველზე. ამას ამბობს ახლა. კარდი. ბარნაბი კითხულობს. შეგიძლია ამაზე პასუხი გასცე? უსაფრთხოების სააგენტოები ამბობენ, რომ ასე ვიქცევით. გინდა ამის წინააღმდეგ წახვიდე. მე ვპასუხობ ამას. ზუსტად ისე როგორც გვაქვს კანონი, რომელიც როგორც ჩანს ტანი ამბობს, რომლის მიხედვითაც ისინი უკან უნდა შემოუშვათ. ჩვენ სინამდვილეში ჩვენი საქმეა რომ კანონებს ვქმნით, ხომ ასეა? ეს არის ჩვენი საქმე. ჩვენ ჩავდივართ იქ, შევდივართ ამ ოთახში და ვაძლევთ ხმას და ეს არის იცვლება კანონები. ასე რომ თუ არსებობს პრობლემა, ის არის რომ ისინი დაბრუნდებიან, ჩვენ უნდა მივიღოთ ხმა ამ კანონების შესაცვლელად. ეხლა ჩვენ ერთზე დროებითი გამორიცხვის ბრძანება გავეცით. ისინი ყველანი იყვნენ და თავიანთ ქმრებს ეხმარებოდნენ ადამიანების მკვლელობასა და გაუპატიურებაში. ასე რომ მოდი ყველა გავაძევოთ. ის ფაქტი, რომ ეს ახლა ჩვეულებრივი საუბარივით მიმდინარეობს, სიგიჟეა. ეს უბრალოდ სიგიჟეა. გვიერთდება პოლინ, ნამდვილად იმ ადამიანების დაბრუნება ამ ქვეყანაში, რომლებმაც საკუთარი ნებით შეუერთდნენ ისლამურ ხალიფატს ISIS-ის ქვეშ, უსაფრთხოების რისკს წარმოადგენს. რა თქმა უნდა, ასე აქრის. ძალიან გაბრაზებული ვარ, შეძრული. არ მაქვს სიტყვები, რომ ავხსნა რას ვგრძნობ ამასთან დაკავშირებით. და არ ვფიქრობ, რომ მე სხვანაირად ვფიქრობ, ვიდრე მილიონობით სხვა ავსტრალიელი, ვინც იგივეს გრძნობს ამასთან დაკავშირებით. ხალხს ვეუბნები, მართლა მაწუხებს, მათი იდეოლოგია, მათი რწმენა, რატომ წავიდნენ იქ. და ჩვენ დავუშვით მათი დაბრუნება. თითოეულ მათგანზე დაახლოებით 2 მილიონი დოლარი ჯდება მათი უსაფრთხოების, ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა მთელი ცხოვრების განმავლობაში. იმიტომ რომ გეტყვით, სამუშაოები არ იქნება და ამას გარდა ბავშვებიც არიან. ეს სიგიჟეა. მთავრობა თითოეულ ამ ISIS-ის წარმომადგენელზე 2 მილიონ დოლარს გადაიხდის, რომლებმაც ნებაყოფლობით გადაწყვიტეს ტერორისტულ სისტემაში გაწევრიანება და ახლა ქვეყნისა და ავსტრალიელი გადასახადის გადამხდელების ფულით დააბრუნეს, რათა შემოიტანონ ISIS-ის ტერორის იდეოლოგია თავიანთ ქვეყანაში. არ შეგეშალოთ, ეს არის გეგმა. ცხადია, ხალხი გაბრაზებულია და იმედგაცრუებულია ამით, მაგრამ კიდევ ერთხელ, ამას ქალები და ბავშვები ტიპის სათაურებით ფუთავენ. უნდა დაბრუნდნენ თუ არა ქალები და ბავშვები, რომლებიც თითქოს შემთხვევით წაიყვანეს, რაც ასე არ არის. მათ ნებაყოფლობით აირჩიეს, რომ დაქორწინებულიყვნენ ISIS-ის წევრებზე. იცით, რამდენად რთულია დასავლეთის ქვეყანაში ცხოვრება და ვიღაცის პოვნა ISIS-ში, რომ მასთან წახვიდე და დაქორწინდე? იცით, რამდენად რთულია ეს? რამდენი გონიერება და დაგეგმა გჭირდება, რომ ეს მოხდეს? ეს ადამიანები უდანაშაულოები არ არიან. და ის ფაქტი, რომ ეს საერთოდ განხილვის საგანია, უნდა გადაუხადოთ ტერორისტებს, რომ ჩამოვიდნენ და ჩვენი ქვეყანა დაიპყრონ მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ქალები არიან, ჩემთვის გაუგებარია. მადლობას გიხდით ამ საკითხზე ყურადღებისთვის.